მოგესალმებით გამარჯობათ ამბით უნდა დავიწყოთ მეგობრებს ინციდენტი შევთქვათ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი მაგრამ სასაცილოდ შეიძლება ითქვას მოყევით თუ შეიძლება მეგობრებო დღეს მოხდა ხო ვიმყოფებოდით რა ჩვენს ინტერნეტ ტელევიზია ad hoc-ში გამოვდივართ იქიდან რა ქრო უნდა მოვიდეთ და ვიღაცა ყვირის რა უცებ რომ უგაცრავად კომენტარი მინდა რომ ჩამოგართოთ ძალიან მაგარი რამე აღმოაჩინა ხდება თქო მოვიდა ვიღაცა გოგო თავისი ოპერატორით რომელიც ძალიან პრიკოლ კადრებს იღებდა ნოდა რომელაზეს კალიფში და კითხვა არის ესეთი თქვენო ეხლაო საინაც გამოხვედო ეს მამუკა მდინარაძის ტროლბოტების ქარხანაო ან გვეკითხებიან ad hoc-ზე. ad hoc-ი არის ინტერნეტ ტელევიზია, რომელიც არის ღია და საჯარო, რომ ყველა მიცის, ვისაც ინტერნეტი აქვს, რა ხდება და რას უშვებთ. მეთქი დავით გეზერაშვილის ტელევიზიიდან ესეთ უსინდისო კითხვას როგორ მისვამთ მეთქი. და ნუ მე ნახევსე მე ჩავთვალე საერთოდ საჭიროება სერიოზულად პასუხის გაცემის. გური უფრო სერიოზულ პასუხს ხო არა მე ჯერ ერთი ტროლბოტები, ნუ რა ვიცი აი ტროლბოტი ხოთა შორის დასაზუსტებელია ტროლები თუ ბოტები აი ეგ ძალიან საინტერესო განსხვავება ჩვენ ინტერნეტ ტელევიზია ვართ ad hoc-ი რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სერიალი გადაიღო პროდაქშენი ან ყველაფერი საჯაროა როგორი საჯაროა იცი იმის იქით რო არ შეიძლება და ეხლა ჩვენ ტროლბოტ ნუ მაგრამ სადაც ეხა ყველაფერს გაბრალებენ რა პრობლემაა ეგეც რო მე უთხარი მე მგონი ჩრდილოეთ კორეის რაღაც ის არის თქო ტერორისტული ორგანიზაცია არა შეუნდა გეთქვა რომ აქ არის უკანონო ისა რა ქვია ბოინია ანუ აქ მომგონიაც დადისო მართლა წარმოიდგინე დაშვება წარმოიდგინე მამუკავთ ეს ტროლბოტების ხარ მამუკავთ ხარზე დადისო არა ჯერ სუსის უფროს თავის ანუ ნუ აი ხო შეიძლება არა იცი რა არის ეს არის წყალწაღებული ხალხი მე ვუთხარ რომ JDVNC დადის და ხოლ ტრამსოლდებით იქ შეიძლება დაიჭერონ JDVNC ჯესეთ შეიძლება არიციან ვინ არის ჩვენთანაც იყო სწორედ ფორმულას წარმომადგენელი მაშინ ტელევიზია ხალ გადმოსული იყო აქეთ და სათვალე ეკეთა ტიპს არ გახსოვს კამერიანი სათვალე სწორედაც რომ კეზერას სასტავი იყო და იქ რო შევიყვანე რომ შევიწოვე და დავათვალიერებინე რაღაცები ისეთი უთხარი რომ ის არ გაუშვა ვიღადავეთ რა და თან ამ გოგონამ მისამართიც არ იცოდა სხვა მისამართს ამ ხო დასაგები კარგი მე მგონი ინციდენტი აღწურულია და გავუშვათ ძალიან საინტერესო ანა წითლიძის ტირადა რომელთაც ის ეხმიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უკვდავ ლიდერს აბავის ხაბეიშვილს გავშვით უყვე ვიცი რომ გარეთ რო იყოს ლევანი ახლა ამ შესაძლებლობას მე არ მომცემდა რომ ეს ისტორია მომეყოლა მაგრამ ეხა აღარ არის გარეთ თან ვიცი რომ ტელევიზორი არ აქვს და ამას ესე დღეს ვერ ნახავს და არ გაბრაზდება ლევანი როდესაც სასიკვდილოდ სემეს მას ჰქონდა ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმდენად მძიმე, რომ მისი მკურნალობა რაღაც ეტაპის მერე შეუძლებელი გახდა საქართველოში და მას გარკვეული პერიოდი მოუწია საზღვარგარეთ ყოფნა ამ მკურნალობის გამო. როდესაც ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რეჟიმის წარმომადგენლებს კონდათ მასთან კომუნიკაცია და ლევანს უთვლიდნენ რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და გარიდებოდა პოლიტიკას წინააღმდეგ მას უკვე გაუსწორდებოდა ფიზიკურად ისე აი ზუსტად აი ამ სიტყვებით ლევანი რომ დაბრუნდა საქართველოში მე მას ვკითხე ამ მუქარაზე და მისი პასუხი იყო ესეთი ამან კითხა ლევანი რომ მათი მამა რუსებმა მოკლეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ვიდრე ჩემმა შვილებმა იცოდნენ რომ მე შემეშინდა რუსების და ამ ქვეყნიდან მე შემძრა მე ვაფშე ანიტა დავინახე სრულიად სხვა კუთხით არა ეს რავაშკაც იყო კაცი კი მე მირჩევნია მისტერ ბიგ ბოლს მირჩევნია ბრძოლაში მოვკვდე ანუ რუსებმა თან გაიასნებულად რომ რუსები ვართ განა რაღაცა რუსეთის გავლენა რუსებმა იმინა ივანოვ ვარ მე ვასია პეტროვ აი რუსები ვართ რუსებთან უნდა მოვკვდეს ბრძოლაში იგორ არა იმას ბორნის ულტიმატუმში ბორნს რა უწერია რუსებმა კინფეევ
ფომა კინდები, კი, ეს არის სულ. ეს არის ფომა. ანუ ხდები რა მითოლოგია შექმნეს თვითონ და ბიჭო რა არის ისი ფსიქიკის თავისებურება, როცა ამ მითოლოგიას ანვითარებ, შეიძლება დაიჯერო რაღაცეები რა. რომ მართლა რუსეთს უნდა შეეწირო. თავისთავად, იმიტომ რომ ანუ მაგალითად რითიც დავიწყეთ საუბარი, ჟურნალისტ გოგონა, მოვიდა ბიჭო, ერთი და იგივე კითხავს იმეორებდა და მეთქი პასუხი არ შეიცვლება და რატო იმეორებთ მეთქი ერთ-ერთს რა მნიშვნელობა აქვს რა კითხვას ვსვავ? ეგ გითხრეს? კი, სხვა შორის სიგიჟები კითხვის თქვენო მე ვთხარი იცით რომ ევროპელი პენსიონერების ნაწარმოებრივი ფინანსებით თქვენი ფინანსები მეთქი კაი ჩვენ წუდები ვარ ძალიან თქვენ ხო მაგალითად ვიღავდი მეთქი ჩვენ გასპრომი ხო მეთქი ჭრდილოეთ ჰეზბოლა ბინდური რუბლები ოღონდ რუბლები იქიდან მართლა რო გააკეთე გური და ბაჩო რა კავშირები აქვს ჰამასთან ჰეზბოლასთან ჰამასი მან არ არის ყველა ზოგი ჰამასს ემხრობა მან ლევაკელი ჩრდილოეთ კორეასთან. ჩრდილოეთ კორეა, კი ბატონო, კი ბატონო. კარგი, მოდი გავუშვათ დავით უსუფაშვილი, რომელიც ალბათ არ უერთდება 4-ში დაანონსებულ მშვიდობიან დამხობას, აბა აი ნაღდი ბრძოლის უნარიანი. ვიყავით და ვიქნებით ყოველთვის, როდესაც ამისი საჭიროება, ამის აზრს ხედავთ და ამის გეგმას ხედავთ. ჩვენ 4-ში არჩევნებზე ვართ, ხმა უნდა მივცეთ, ხმები უნდა დავიცვათ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის განსაკუთრებით მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ნაწილი თუ კარგად დაინახავს, რომ ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება შეიძლება სწორედ იმითი, რომ კალაძემ პირველ ტურში ვერ გაიფორმოს გამარჯვება, ან თუ გაფორმება შეეცდება დამარცხების შემთხვევაში, ეს იყოს ის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელთაც ხელისუფლებას უნდა შეუდგეთ. ანუ იმაზე კი არა რომ გავიმარჯვებთო, პირველ ტურში ვერ შეძლოს გაფორმებაო, ხვდები? და რანაირად უნდა ვერ შეძლოს, არ ვიცი, წარმოდგენა რა არიღებს არავინ მონაწილეობას და ამათ არის ინჯებათ პულსი საერთოდ. რაღაც მე მგონი რომ სიგიჟია ეს. კარგი, ლაშა ფარულავა. იცით ვინ არის ლაშა ფარულავა სხვა გაუშვათ. დემოკრატია ქვეყანაში გაუქმდა და დემოკრატია ქვეყანაში უნდა აღვადგინოთ. ჩვენ არავის ვეპატიჟებით სასეირნოთ, ჩვენ ვაპირებთ ყველას დაუძახოთ. კი ბატონო, დავასრულებინოთ დავით და დაგემშვიდობოთ. 4-ში რა თქმა უნდა იქნება ხალხმრავალი აქცია. ხო. კაი, ლაშა ფარულავა იძახის რომ ხალხმრავალი აქცია. ბიჭო, ერთი წუთით მაინტერესებს 4-ში ხალხმრავალი რეაქცია არის, გადატრიალება, რევოლუცია. ჩვენებები გაცხოდნენ ერთმანეთსგან. მე მგონი რომ გუშინაც ვიძახი და დღესაც უცებ გავიმეორებ და თქვენი აზრი, შენი აზრიც მაინტერესებს. რაღაც მაიმონობა ქონდათ დაგეგმილი, ეს გექსოგენის ამბავი ტყილად არ არის. და ადამიანები რომელთაც ამ სიბინძურეში არ უნდათ მონაწილეობის მიღება, ну რაღაცა ზღვარი ამათაც გაქვს ზოგიერთ გარეწარს. მირბიან ციხეში რომ დაემალონ ამ თქმა ელენე ხოშტარია იწოს რომ ვინც გადამიხდისო ჩემი ტერიტორია. არც ერთ შემთხვევაში გარეთ არ გამომასწორინო. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ცოტა შორი და რო გავყვეთ რა ამ ყველაფერს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა ჯერ იყო ნიკამელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომელსაც თხოვდნენ რომ მიშა სააკაშვილი რო ჩამოვიდა შეიჭერი გახსოვს შალვა ხალხით რომ ნახეს არა მე რომ ნახეს რომ ნიკამელია ძალიან ავანტიურაზე და ესეც სიგიჟებზე წამსვლელი არ არის აირჩიეს ხაბე რომელიც ვერ აანალიზებს ვაფშე საფრთხეს ვერაფერს რო უთხრათ ეხა ქამარი დაიმაგრე და აიფეთქე თავი ოღონდ სვეტნოის გეუნები რომ არ მაგრა იქნები ბიჭო არა ხაბეს ანალიზის უნარი არ აქვს მაგის და ყველაფერზე წამსვლელი ანუ დიდი შეძრეული არის მაგრა უძლებს ცემას იმიტომ რომ ცენტრალური ნერვული სისტემა სხვაგან აქვს აი გადაოთ მაგრამ მე მგონი მე მართლა გადავდგები ანუ ხაბე არის ტიპი რომელიც იაფად და მაგრა ააფეთქე რამე რაღაცა გააკეთე მაგარ კურტკას გიყიდი ბიჭო მაგარ კბილებს შაგისებს ну გეუნები ეხარა ნიკამელიასთან მეტი ის დაგჭირდება არის როდანი ძალიან არ არის რაღაცა ცხოველის ინსტინქტები აქვს სპიერია მაგრამ საშინლად ღარიბი ფსიქოლოგია აქვს რაც ნიშნავს იმას რომ ყველაფერზე გაიყიდება ბიჭო უწყისში ძალიან მაგარი ხა მართლა ანიტათი რო არის მოხსენიებული და უწყისში ბიჭო ჯერ 3000 იღებდა აგენტობდა იქიდან გამოქონდა ნაცებიდან ინფორმაცია ეგ ერთი და პლუს აქედანაც ხო ხვდები რა ტიპია და მე ვაფშე გაგი ბარიერ გადალახული ადამიანი სერიოზული როჟა 3000 ლარად რო კაცი აგენტობს 5000-ად მე სერიოზულ თემა ამას 10 რომ ისწე ან 20 რატო არ იფეთქებს და ინფორმაცია რაც ანწილე მოგვაწოდა ესე იგი ჩვენ სულ როგორ ინტერესებდა რომ პეზერო კბილები სად ჩაუსო კვიპროსში ჩაუსვია ესე იგი კვიპროსში ჩვენ ვიცოდით კიპრზე
კბილების ჩასმა მე არ ვიცოდი სად მოხდა იქ შეიძლება რაღაც ქართულ დენტალ კლინიკაში მოხდა პროზექტზე წაუყვანე აი ადამიანი რომელსაც შენ ვერ იმახსოვრებ მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაც წამოს გიორგი ბოტკოველი თუ შეიძლება ყველა ბიძაზე, ყველა უბანში, ყველა სოფელში ყველგან 4 ოქტომბერზე საუბრობენ და საუბრობენ იმედიანად. ეს თვითორგანიზებული პროცესი. ხალხი ეს არის უკვე ძალიან მაგრად გამყარებული ყველაფერი და ის რომ ბატონმა პაატამ ბურჭულაძემ დაიწყო თავის დროზე 4-ზე ლაპარაკი, ხო, ვიღაცებისთვის არასერიოზული ჩანდა, ვიღაცისთვის დაუჯერებელი იყო. დღეს დაიჯერა ხალხმა უკვე ეს ყველაფერი, იწამა ის რომ მათ შეუძლია რა დაიჯერა თვითონ ვიცი რას ბოდავს საერთოდ რას როგორ აგიჟებთ თქვენს მომხრეებს აქტერებთ მართლა ვაი საწოდაო ვინც ხართ ამათო მომხრეებო რომ 4-ში 5 საათში დაამთავრეთ ხელისუფლებას შვიდობიანი დამხობით როგორ შეიძლება ვაფშე ფეხებზე კიდიათ საკუთარი ხალხი გონიათ იდიოტები საკუთარი მომხრეები ჩამოყალიბებული დებილები რომ თან პაატა ბურჭულაძის გაკეთებული თაოსნობით გაკეთებული შვიდობიანი და პოსტერია რას მე შეუძლებელია ამის კომენტირება რა მართლა ბურჭულაძე მე მგონია რომ ხუმრობის გარეშე რევოლუციას კი არა აი ტელევიზორის ჩართვა გამორთვა რო დაავალო სწორად და ჩართვა გამორთვაც მე მგონია რომ აი შტეპსელი და რორთავე ხო იცი პროსტა ისე გააკეთებს ანუ უმარტივეს საქმეს ვერ გააკეთებს პაატა ბურჭულაძე ეხა არ ვიცი რევოლუცია თუ ამან სიმღერით უნდა გააფორმოს სიმღერაც არ შეუძლია საქმის ბაგაჟში კარგი რევოლუციონერები როგორც მიშა ამბობდა გახარია გახარია გამოჩნდა გახარია სხვა შორის მაგრა უბერავს ნახე აბა ნახოთ სერიოზულ კომენტარებს ჩვენ გავაკეთებთ მთავარი ბრძოლა ოცნებასთან ეს არის ქართული საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა და დღეს სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეების ჯერ კიდევ დიდ ნაწილს ჯერა რომ ოცნება ყველაფრის მიუხედავად მაინც საბოლოოდ ევროკავშირში მიიყვანს და ევროპაში მიიყვანს ამიტომ ანუ ეს ამას ხალხი დებილია ჩვენი თვითკრიტიკის რაღაც ობიექტური ანალიზის უნარი და სიმართლის ძალა თუ არ გვექნა აი ეს ერთზე ვიტრიალებთ და აი ასე ძალიან ბიჭო რას ანუ რის თქმა თელი 13 წელი რაც ნაცებ მოვიშორეთ და ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში 13 წელი არ გაჩერებულა არც ერთი ამათი მედიიდან არც ერთი ამათი NGO-დან არც ერთი ამათი აქტივიზმიდან არც ერთი ამათი ყველგან არის ის რომ ესენი არიან რუსები და ყველგან არის ის რომ ესენი მიგვათრამენ რუსეთში დაივიწყეთ ევროკავშირში 13 წელია მარტო ამაზე ლაპარაკობენ მარტო ამას ეუნებიან როგორც თავის ისე არათავის მაყურებელს ამორჩეველს გამულეელს და ასე შემდეგ ანუ ეხლა უნდა გააგებინონ რამე ეს ანუ ეს აბსურდი რასაც ლაპარაკობს თავარი რა თქვა წააგეს და რისი გამოსწორებაც არც უცდიათ ეს არის ვერ გასცეს ყველაზე საკრალო ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას საზოგადოებაში დასმოს ომი თუ მშვიდობა ამას მოეკიდნენ აგდებით დაიწყეს ქილიკი დაიწყეს რუსეთის არმიის კრაღზე საუბარი თავარი ერთ-ერთი თავარი იყო ეს ხალხს შეეშინდა ეგ პასუხიც არ არის იდეაში მთავარი ინდიკატორი რა არის ამ ფლანგზე ვინ დგას ერთი ნაწილი ნაცები რომლებიც არიან ყოფილი მწამებელი დიქტატორისკენ მიდრეკილი რეჟიმის წარმომადგენლები რომლებმაც 9 წლის განმავლობაში ქვეყანას გადაუარეს ყველა შესაძლო მეთოდით ეს არის ერთი ფლანგი რომელსაც ხალხი ვერასოდეს ვერ გამოუცხადებს რაიმე ტიპის ნდობას ხელახლა იმიტომ რომ ერთხელ 9 წელი ესენი იყვნენ ხელისუფლებაში და დედა უტირეს ყველაფერს მეორე ფლანგზე ახლა ამ კაცის ჩათვლით კაცი ხმამღალი ნათქვამი არის მოღალატე რომელიც ღალატიც პირდაპირ ეთერში აქვს ნანახი საქართველოს თელ მოსახლეობას ხო ბაჭოებს სოფლიოს შესაბამისად ანუ ადამიანი რომელიც პრაქტიკულ გამოცდილებაში არის მოღალატე იმასთანაც ვერ გექნება შენ ვერანაირი სანდოობა ის რა ეს ჩემ მომავალს გააუმჯობესებს და ასე შემდეგ და მესამე არიან ტიპები რომლებიც არიან აგრესიული აქტივიზმის და ლიბერალიზმის პირმშოები, ზოგი NGO-დან, ზოგი მედიიდან, ზოგი ესე რაღაც პაატა ბურჭულაძესავით, თვითნაბადი ისინი იდიოტები. ეგ უფრო ალბათ სწორია, კი ბატონო. რომლებიც აგრეთვე არანაირი სანდოობის ისინი არ არიან, შემცველები და მატარებლები და
რომლებსაც რიტორიკაში მოусმენს რიგითი ქართველი მოქალაქე და ხედავს რომ ანუ ესენი არიან მომხრე რევანშის, ესენი არიან მომხრე ძალადობის, ომის, მათ შორის ომის, ამათი დაბრუნება რეალურად ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება არის შესაბამისად რეჟიმის ხელახლა იმპლემენტაცია და რაღაც საჭირო არის დავიდეს რაღაც ბლიც კითხვამდე ომს ემხრობი თუ მშვიდობას. ანუ ყველა ანუ სრული რენტგენი გვაქვს ხო ჩვენ ამ მთელი ოპოზიციური სპექტრის. აბა მაშინ გია ჯაფარიძე გაუშვათ ერთ-ერთი წარმომადგენელი. ხო, არმაზ ახმეტიანიც საინტერესო რამეს ამბობს. გაუშვათ გია. ფაქტია რომ მათ ეშინიათ ლევან ხაბეიშვილის, ფაქტია ეშინიათ იმის, რასაც ლევან ხაბეიშვილი ახმოვანებდა და განასახიერებდა ამ შემთხვევაში ეს არის 4 ოქტომბერი. ეშინიათ ერთი ორი ფაქტი არის. არა, ეხლა როგორ შეიძლება მართლა არ გეში? ისე სხვა ჯერს ლევან ხაბეიშვილი მართლა საშიში ახლოს მყოფი, იმიტომ რომ შემოგიკვინოს. ხო, ვერენდო პასუხისმგებლობას ვერ რადგანაც მას ეს ცენტრალური ნერვული სისტემა შენ მაინც აწვევი იმას რომ ის არის სოკო. ნუ დაბალ ორგანიზებული რაღაცა. სოკო ძალიან საინტერესო ამბავი. სოკო ჯერ ერთი სვეჟი რა. ეგრე არ არის ძმაო, სოკოა. უფრო ფიქრი სოკო, არც ცხოველია, არა, სოკო. ანუ ლევან ხაბეიშვილის სოკოზე დაბალ ორგანიზებულია? სოკო არ არის ეგრე. ზოგიერთ სოკოს მოაქვს ძალიან დიდი სარგებლობა. თითქმის ყველას. ხო და ლევან ხაბეიშვილი არის აპასნი ტიპი რა. ფეხის სოკო ხო კიდე შეიძლება აპასნი ტიპი არა. კი. კაი, ესე იგი, მეგობრებო, ძალიან მაგარია ვინ თქვი შენ? არმაზ ახვლედიანი კაი რამეს ამბობს. ლევანის პრობლემა ისაა პოლიტიკური ჭრილი მაქვს მხედველობაში, რომ ვერ შეიკრიბა მის ირგვლივ თანაგუნდელები. იმ ხარისხის და იმ ხასიათის, რასაც ჭირდება დაგეგმვა სწორად და განხორციელება სწორად. ანუ თავისნაირ კრიტერიები ყავსო? პირდაპირ გეტყვით. მე გითხარით წარსულში მედიაში ეთქვი და გავემეორებ რომ ვინც მოუწოდებს, აი მე თქვენ მოგიწოდებთ ახლა თქვა ქალბატონო თამარ და გეუბნებით რომ აი ეს ხე არ მოჭრება. მე მოუწოდებელი თვითონ არ უნდა ვიყო კანონდამზადი. მე მოუწოდებელი თვითონ არ უნდა ვიყო მაპატიეს გადამგდებით ან მრავალგზის. არ უნდა ვიყო შემჩნეული და დადასტურებული რომ თაღლითო მაიმუნო ესმით რა ვამბო არ გამოვა. ასე საზოგადოება ჩვენ თაღლითიაო? განვიზიდავთ. გასაგებია, თაღლითიაო ამბობს? ანუ პათოსი მოდელაო, კრეტინიაო და არა, კრეტინიძეც არა. კრეტინები ყავს, გადამგდებიან ვერავინო, ახოდ ვაფერისტიაო? ხო, გადამგდებიან. ახოდ მაგის სიტყვას ფასი არა აქო? ამან უკან დაბრუნება გადაწყვიტა რამენაირად შემოძრომა გველმა? ფული შემოაკო. აშკარად იგი ძალიან ისეთია რა. ანიტას ხელფასი ჩაიჭრა. სალომე სამადაშვილი. სალომე რომელიც არის ახლა ლელოს ვარსკვლავი. აქტიური წევრი, ხო? ხო. მე კიდე ერთხელ მინდა ყველას მოუწოდო, რომ ეხლა არ არის ბრძოლის შეწყვეტის დრო. ეხლა არ არის ის დრო, როდესაც ფარხმალი უნდა დავყაროთ პირიქით ძალიან მობილიზებულად. შევიარავდეთ. ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც მიაჩნია რომ მისი სამოქალაქო ვალდებულება არის და მე ესე ვხედავ რომ სამოქალაქო ვალდებულება არის მათ შორის საარჩევნო ხმის ამ იარაღის გამოყენებით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. კარგით, გავთიშოთ. იცი რა მაინტერესებს? აი ეს ეხა იმ აღგზნებულ ნაცებს რო უყურებს. აი რო დარბიან ისინი რო არიან რა ქვია შეპყრობილები და ჭინკებივით რო დარბიან. გონია რომ ამ მიმართვით მათ შეაგნებინებს და მიაწვდეს ხმას, რომ ეხა არის სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების დრო და საარჩევნო უბანზე მისვლის მომენტი. ანუ ამ უმახით, ამ პათეტიკით, ამ თქვათ ქარიზმით გონია, რომ იმ აკაცუკებს, რომლებიც აკაცუკებზე გამახსენდა ალბი კორძაიას ვიდეო ნახეთ? აუდიური ვიდეო. ეხა ახალი ვიდეოა. საოცრად შინაარსიანი საუბარია თქვენთვის ასე ნაცნობი ფორმულას წამყვანთან და თუ შეიძლება 14 წამიანია და გაუშვებ, აბა. რაღაც მომენტში შეგვეშინდა და ოდნავ მაინც დავიხიეთ უკან და ჩვენი სისუსტე ოდნავ მაინც დაინახეს. მან დამთავრდება ყველაფერი. შიშზე უფრო საშიში რა არის? შიშზე უფრო საშიში რა არის? მართლა. რა არის? რაღაც მომენტში შეგვეშინდა. ანუ იმა კითხვა დაუსვა და ამან რა არის მართალია.
არა, მოდი ეს. ბიჭო, ხალხი თითქოს და იმას ვერ მაგარია. არა, ფილოსოფიას და ფორმულირებას ვერ ხვდება ადამიანი და ამან ფილოსოფიური კუთხით განვიხილოთ, გეოგრაფია, შიშზე უფრო საშიში რა არის? ანუ ეს მეგობრობის ღიურის თემა არის, ხო? რიდი. შიშზე უფრო საშიში რა. რაღაც ძალიან ორი მომწევი. უფრო საშიში რა არის? შიში. არა. და ვაფშე შიშზე უფრო საშიში არის, შიშის არ ქონა. არა. როდესაც შენ შეგიძლია სიბრიყვე გააკეთო. ძალიან მაგარი რაღაცა ვთქვი, რატო? შიში როცა გაქვს, თხილად მოქმედებ. შიშზე უფრო საშიში რა. შიშზე უფრო საშიში რა. შიში. დრო, აი, ჩემი მინდა, კი ბატონო. ბიჭო, ვინ არის? რა ხდება ესა, ბიჭო? ეს რა დიალოგები არის? რა მოძრაობებია, ლელა? ანუ ხმურად მითხარით, ვინ არის დარეჯან ცხვიტარია? უძლიერესი კომენტარით არის წარმოადგენილი. ვინ არის? უკაცრავად ახლა მეტყვია ყურში, ვინა? გვარამიას გუნდის წევრი. ოპა, აბა მოვუსმინოთ დარეჯან ცხვიტარიას. 4 ოქტომბერზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს. უამრავი ხალხი ჩაატარებს კრებას და ხმის აწევით გადააყენებს ამ ხელისუფლებას. პაატა ბურჭულაძე არის. კაი, ხელის აწევით გადააყენებს 2 მილიონი ხო დაბეჭდილია უკვე მოსაწევი. აქციაზე იქნება შემდეგი. ვინ ხართ მომხრე რომ გადადგეს ხელისუფლება? ვინც ხელს აწევს გება ხელისუფლება ხო? ვერ ჩამოიძა სათითო ხელის დადებით დაიწვის. ქალბატონო დარეჯან, არ გეკონოთ რომ როგორ გაგაკეთეთ მაგას რომ დაქცინოთ არავე. 4 ოქტომბერი რატო და ეხა ცხოდგანად. აი იმათმა რომ აიწიონ ჯერ ხელი და გადადგება უპრობლემო. არა, მოდი სხვანაირად რომ გავაკეთოთ. რატო ეხა 200 კაცმა რომ აიწიოს ხელი ან 100-მა? ინტერნეტში, Facebook-ში რომ პოლი ჩავატაროთ. მანდაც ხო შეიძლება, კაცო? არა. ეგ შეიძლება გატეხოთ ჩვენ ძველი ქვის ხანის მეთოდები გვჭირდება ხელის აბა ძმაო სტადიონი არ მივაკირავეთ პატას და იქ ხო ჩატარდებოდა ჩვენივრად ჩვენ არ მისცა ფული მერიამ ხელის აწევა პატას ფული ხო არ მისცა პატა ითხოვდა მერიამ დამიფინანსოს სტადიონზე რევოლუციის ორგანიზებაო მერმა ტირანმა პატას არ მისცა ხო მაგრამ მე ხელის აწევის მეთოდი იდიოტი არა მე მაგრამევას პატა ბურჭულაძემ თქვა რომ ტელეფონების რევოლუცია და დროშების ეგ არ გამოვიდა ტექნოლოგიურად გაიჭედნენ. ეხა ხელისაწევის რევოლუცია და ამ ხელისაწევაში რაღაც მაკლია. აი, რაღაც რო და ბიჭო, ანუ კიდევ ერთხელ დამხობა როგორ ესმით. შეიკრიბა n რაოდენობა ხალხისა, თან აქვს ეს მოსაწვევები 2 მილიონი არის დაბეჭდილი. და მე როცა პარტა გააჟღერებს კითხვას რომ გადადგეს თუ არა ხელისუფლება, აწევენ და იმდენად ბევრი იქნება რომ დათვას აზრი არ აქვს, ერთხმათ იტყვეთ და მე რა ხდება? ხელისუფლება ამას უყურებს. დაინახავს. ჩვენ უყურებთ ტელევიზორში, გვეშინია. არა, ხელისუფლება და გადადგება. შეიკრიბება. ხელისუფლება უკვე შეკრებილია. ირაკლი კობახიძე დაიბარებს. ვის? პატას. არა, მინისტრთა კაბინეტს პარლამენტს დაითხოვს ყველაფერს როგორც ხდება პროცედურულად და მიზეზად გამოცხადებს რომ ხელი აიწია პატამ და რამოდენიმე აგაცუკებმა იმიტომ რომ ეხა რატო ვერ მოხდა რევოლუცია ხელი არ აუწევია ეგამდე ხათაშორის აეგა ამათ ეგონა არ მიდიოდა ტელეფონის ფანრის განათება იყო საკმარისი მიხვდნენ ეხა რომ ხელის აწევა არის ჩვენი სისუსტე ჩვენი თავი სისუსტე არის ხელაწეული ხალხი ხაბა რა ხელის აწევის გარეშე როგორ იდეა მოვიდა პაატას თავში და აქამდე რატომ არსებობდა მათი იმებს რო ესროდნენ ფერვერკს იმიტომ ხელს არ ეწევდნენ ხელი უნდა აეწიათ აგეწიათ და უკვე აი ძიკას უთქვია რომ 4 ოქტომბერს ვერ ხედავ რესურსო ხო და არ გაუშვათ მაგით ვკითხულობ რესურსს ვერ ხედავ რომ რაიმე საქმე ბოლომდე მიიყვანო ახლა არ მოგწონს სააკაშვილი ხელს ჩამოშლის იმას ვერ ხედავ და ვინ არის ლევან ცუცკიძე ლევან ცუცკიძე ვინ არის? ურში მითხარით? ცუცკო. თავისუფლების მოედნის წევრი, რაღაცა ხო არის? დავაი დრუზე, აბა. რაღაცა დრუზოთ. პარტიას უწოდებენ ამ თავისუფლ მოედნს. არა, სამოქალაქო საზოგადოება. არა, ჩვენ 8 პარტია რო ვართო, ჩერგო რო ვამბობ, ერთ-ერთი თავისუფლების მოედანი. ჯერ არის რაღაცა მოძრაობა რა. სამოქალაქო. რა მოძრაობა საკეთებს? ლელოს გამოეხო მეგობრებო ეს თურმე. კაი, გაუშვით. აი როგორც მაფიოზურ ფილმებში ესეთი რამე ხდება. ეხა ეს რომ რაღაც ფილმი იყო, შეიძლება სერიალად ჩაგვერთო და გვეყურებინა, მაგრამ ჩვენი ქვეყანაა და ტრაგედიაა რომ აქამდე მოვედით. აი ეს დრო, რაც ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება
ჩვენ შეგვეძლო გამოგვეყენებინა წარმოუდგენელი მიღწევების გასაკეთებლად და აი ერთ-ერთი დიდი დანაშაული რაც ქართულ ოცნებას მიუძღვის ამ ქვეყნის წინაშე არის ის რომ მათ დააჯერეს ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი რომ პროგრესი, წესიერი ცხოვრება, კარგი ცხოვრება, ევროპული დონის სიმდიდრე, კეთილდღეობა და ჯანდაცვა მიუღწეველია და ხელი უნდა ჩაიქნიო. აი ეს არის და ამიტომ იმედის დაბრუნება იმის მაფიოზი გავაჩენდი ხეს თუ შეიძლება სიდიოტი მაფიოზური სერიალი რატო არის? ანუ სერიალი არა ფილმი მაჩორის ისიც აღსანიშნავია რომ ევროპაში ერთი მაფიოზიც არ არსებობს ზოგადად საერთოდ არის კრიმინალი და ზოგადად ევროპა მაფია არ იცის ალბანეთის მაფია საერთოდ არ იცის იტალიამაც საერთოდ არ იცის საერთოდ მაფია არ არის ევროპული წარმომავლობა ევროპული ფენომენი მაფია არის რუსული ყაზახური ჩილოკორეული ხო ჩინური არა რუსული ბიჭო მაგარი ამბავი გითხრა პოლონეთმა აკრძალა დახურა ბელორუსთან საზღვარი დრონების შემდეგ რა თქმა უნდა როცა ჩაიკუკეს პოლონელებმა სერიოზულად თქო ხო იცით ეგ ისტორია რა ნატო რო დაღურებილია ძალიან და ზელენსკი რო უტრაკებს ხო იცით პოლონეთს რომ თქვენო ომი აქ ცოდნიათო და ჩინეთის პრინციპი არ გადაადგილდება და ჩვენ აქაურ ადგილობრივ აკაცოებს ის ეგეთი რახარცები ჩინეთის პრინციპი რო არ გადაადგილდება რა ამით რა ჩინეთი დაინგრევა პირიქით ვის მეტი ზიანი ადგება ევროპას უფრო მეტი ზიანი არ ადგება სხვა შორის დღეს თუ მოусმინეთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს და ამ გადმოსახედიდან დიდი ალბათობით შემდეგ პრეზიდენტს ჯეიდი ვენს არ გისმენიათ? რა მოკლედ ჯეიდი რა თქმა ყველა ის აქტივისტიო რომელიც ან ინფრასტრუქტურას დააზიანებსო ან პოლიციელსო რაიმე შეურაცხყოფას მიაყენებსო უნდა გამოცხადდეს ტერორისტულ ჯგუფებადო ეს ერთი მეორე ყველა ის NGO და ყველა ის დაჯგუფებაო რომელიცო რადიკალიზმისთვის და რადიკალიზმის ახალისებაში იღებსო ფულსო რასაკვირველია ჩვენ უნდა გამოვიძიოთო და უნდა ავკრძალოთ და გამდევნოთო და ანუ ტიპი არის რეალურად ეს მე რამდენად ხდება უკვე აი ძალიან ისეთი არის ხოლმე ცოტათი იუმორისტული მაგის დაკვირვება მაგრამ მე რამდენად ხდება რომ რაც ჩვენთან არსებობს ნარატივი სახელმწიფო იმას სიტყვა სიტყვით იმეორებს ამერიკის რაც უმაღლეს თანამდებობის პირი ან ტრამპი ან მისი ვიცე ანუ ესეთი ერთ-ერთი დამთხევი თუ გინდა და ციტატას მოუძებნი ესეთი ერთ-ერთი დამთხევების ნუ რა ვიცი ამასობაში გამოუქვეყნებია უთქვამს ბერდია სიჭინავას რომ აკუბარდე და წკიტიშვილი დიკა კაი სახელია დიკა მოკლევადიანი პროექტები იყვნენ იმას ვქენითო ან ცოტა ხნით იმას ვქენითო ვიხმარეთო თუ რა ბაზარია ხო არ ვიცი გაიმიჯნენ დაუთავდა დრო და ეხა უკვე სხვა ეფექტური მოქმედებების დრო მოვიდაო ძალიან მაგარია ძალიან სერიოზული მოუხდება ირაკლი ფავლენიშვილი და სანამ იმას ვიზამთ ერთი ძამა მივიდე ჯეიდისთან და ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, როდესაც სისტემა არის მორღვეული, როდესაც იმონიშვილს და მის ბანდას ეშინიათ, იმიტომ რომ კარგად იციან, რომ ძალოვანი რეპრესიული აპარატი არ არის ეფექტურად ფუნქციონირებადი და მათ შორის ქართული ხალხი არის როგორც არასდროს ისე გაბრაზებული, თორე რაც უფრო დრო გავა. გააჩერეთ რა. ბიჭო, აგერ სუსმა გახსნა ძალიან ბევრი საქმე. და ბევრი ერთი სერიოზული ტერაქტი ხო აცილა ქვეყანას და კიდე მუშაობენ ალბათ ხა. და ეფექტურობას ამტკიცებენ. აგერ ამდენი ხალხი დაიჭირეს და აკავეს და საიდან გამომდინარე, აი რა საგიჟეტია, რომ არა ეფექტური. აი ესე არ შეიძლება მეგობრებო. ეხლა შეიძლება ვიღაცა შტერი გაბრიყვდეს და აქაო და სუსტები არის, რაღაც დანაშაული ჩაიდინოს და რო გაამწესებენ იმაში. სადაც ჯერ არის. რასაკვირველი. ესე იგი, ჯეიდიმისის დღევანდელი განცხადებებიდან ციტირებები. დავაი. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდიმისი პოლიტიკური ტერორიზმი არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, ვინც აფინანსებს და აორგანიზებს ამ პოლიტიკურ ძალადობას. თუ ხალხს მთავრობის ან თანამოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ მოუწოდებთ, მაშინ თქვენ ნამდვილად ტერორისტულ მოძრაობაში ხართ ჩაბმული. თუ კი არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და არეულობებს და სხვა პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებ. რატომ არ უნდა გებრძოლოთ, რატომ არ უნდა შეგიწყვეტოთ აფინანსების წყარო და რატომ არ უნდა აგოთ პასუხი.
პოლიციელებზე თავდასხმა და ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიტიკური ტერორიზმი. ეხა ეგენი სოროს უტყავენ მე. ხო რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ანტიფას სოროსი აფინანსებდა. შეიძლება დაიჭირონ. კი, იმიტომ რომ ნუ შეიძლება არ არის გამოვლება ეგ რომ სოროს ტრამპი არა თან ძალიან ბევრ წარევასება. ილონ მასკს ეს იზღება ბოროტების გულია. 1-20 წლიანის როგი რომ ისე რო გამოახოდე. რამდენის არის 100-ის ხო? 120-ის ალბათ 220-ის. ყვავის გენი გადაინერგა. ძალკე ის უნდა შეუტანო. საავადმყოფო მას, მაგრამ მუშაობს რა გინდა. დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო გადაცემისთვის, მე მინდა გითხრათ. თქვენ მეგობრებო ორშაბათს დაგველოდეთ. აბა თქვენიცით კარგად ზანდებოდეთ ყველაფერი კარგად. აბა ხედავ.